მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო. იმედია ყველანი კარგად ხართ. მოვედით თქვენთან მორიგი საჯარო გაშლით და ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება მისი ფიქრები დღეს. გაშლაში გვექნება ერთი ვარიანტი, შესაბამისად დასარჩევი არაფერი არ არის. ეხლა თქვენ უბრალოდ განეწყვეთ გაშლისთვის, მოახდინეთ თქვენი პარტნიორის ვიზუალიზაცია. თუ ვიზუალიზაციაში დაგეხმარებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ფოტოსურათი, წარმოთქვათ მისი სახელი და შესაბამისი განწყობის შემდეგ უკვე მოусმინოთ გაშლას. მაშ ასე დავიწყოთ, ერთი ვარიანტი გვაქვს და მოდით ნახოთ ეხლა მისი ფიქრები, დავიწყოთ მისი ახლანდელი მდგომარეობით. ძალიან კომპლექტურ მდგომარეობაში არის ეს ადამიანი, რაღაცა მტკიცების, რაღაცა გადაწყვეტილების, ფაცი ფუძებს ძალიან მოძრაობს, რაღაცა მიმოსვლაშია სიარულში, შევაწავიდა, წამოვიდა, თუნდაც თქვენგანაც რაღაცა სულ მოძრაობაშია, როდესაც ადამიანი აფორიაქებულია, როდესაც რაღაცა ზედმეტად ბევრ მოძრაობას აკეთებს, ხო? შეიძლება ეს თქვენთვისაც ცოტა უცნაური იყოს, ხო, თვალშისაცემი იყოს, რომ ზედმეტად აქტიურია, რაღაცას ცდილობს, რომ თუნდაც მიიღოს ესეთი საქმიანი შეხედულება, ვითომ რაღაცით დატვირთულია, ვითომ რაღაცას ბუსბუსებს, მაგრამ ეხლა ამ წუთას მაინც ხომ რეალურად ეს ადამიანი საკმაოდ ესეთი ძლიერ შინაგან კონფლიქტშია საკუთარ თავთან. ცდილობს, რომ რაღაცები დაუმტკიცოს საკუთარ თავს, როგორც ჩანს პირველ რიგში საკუთარ თავთან ცდილობს რაღაცების დამტკიცებას და შემდეგ უკვე გარშემოყოფებთან, ხო? და იცი რა არის, თუ არ გჯერა ჩემი, წავედი, თუ არ გჯერა ჩემი, იქ შეიძლება თუნდაც მეგობართან იყოს ესეთი საუბარი, კარგად იყავი, მაშინ გავიხურავ ქუდს და გავალ ახლა მე აღარ გემეგობრები და არ მინდა შენთან კონტაქტი, ხო? რაღაცა ესე მდგომარეობაშია, ხო? ჩქარობს ძალიან, ჩქარობს შინაგანად ეს ადამიანი. და ცდილობს, რომ რაღაცა ბევრი რაღაცა გააკეთოს. მოდით მაინც ვნახოთ, ხო, რა ხდება, რატომ არის, რას უკავშირდება ეს ბევრი საქმე მართლაც, როგორ გითხრათ, თავზე საყარელი აქვს. ძალიან ბევრი რაღაცა აქვს მოსაგვარებელი და ეს არ არის მხოლოდ, თქვათ, პირადი, არამედ შეიძლება ზევიდან კიდე ემატება სამსახურეობრივი მომენტებიც, ხო, იმიტომ რომ ჩანს, რომ ბევრი რაღაცა აქვს გასაკეთებელი, მართლაც არჩევანია გასაკეთებელი, რაღაცები დასალაგებელი, იგივე გარკვეული ფინანსური რაღაცა პრობლემა არის წამოჭრილი კიდევ პარტნიორთან და ეს ქაოსი, რომელიც მასთან არის, ქაოსი არის თავში, ქაოსი არის მის სახლში, ქაოსი არის მასთან ურთიერთობებში. და მოკლედ საფიქრელი მართლაც ძალიან ბევრი აქვს, ხო? სამოძრაოც მართლაც ბევრი აქვს ამ ადამიანს და ამიტომ დაქრის ესე წინ და უკან და არის ძალიან ესეთ მდგომარეობაში, ხო? ძალიან არეულ მდგომარეობაში და სულ კონფლიქტებშია თან არა მარტო საკუთარ თავთან, არამედ გარემოცვასთანაც. მოდით ახლა ცოტა კიდე უფრო მეტად ჩავუღმავდეთ ჩემი მძიმე არტერელიით და აქ ასე შევხედოთ ერთი ეს კონფლიქტური სიტუაციები, რომელსაც აქ გვიჩვენებს, რასთან არის მაინც და მაინც მე ხოთ აქეთ გამოვწერო თქვენთანაც ჩანდეს, მე მგონი არ ჩანს ხოთ ისე კარგად, ესე. რას უკავშირდება მან და მაინც ეს კონფლიქტური სიტუაციები? ცოტა კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად წავიდეთ ამ მოbrunებული არკანებით, რა თქმა უნდა. ეს ადამიანი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეჭვიანობს ძალიან და ამ ეჭვიანობას მალავს, ფარავს ამ თავის ეჭვიანობას. რაღაცა ეჭვები აქვს, რას უკავშირდება ეს ეჭვები და ოღონდ მალავს, ცოცხალი თავით არ აჩვენებს. აქ რა არის ვიღაცა იცით როგორ რაღაცას გვიჩვენებს აქ ეხლა თუ ენერგიებს შევეხებით მან და მაინც ხომ და ენერგიებზე ვისაუბროთ, აქ გვიჩვენებს, რომ ადამიანი არის არ ვიცი, აქ რაღაცა საგვარეულო გვარში, ოჯახში არის პრობლემა, თითქოს იცით ის რაც მას ეხლა ჭირს, მოდი ესე მარტივად რო ახსნათ, თქვენთვის დამაბნეველი რო არ იყოს, ის რაც ეხლა მას ჭირს, შესაძლოა იგივე პრობლემა იყო მამამისთან, ბაბუასთან და ასე შემდეგ, ხო, რაღაც მასთან შეიძლება, ხო? რაღაცა საგვარეულო ენერგეტიკული მასავით არის, ხო? კამათები, ჩხუბები, პრობლემები ოჯახში.
და მე რჩებიან მარტო. მოკლედ ნახეთ, ეხლა ძალიან მარტივად მოგიხაზა, და აქ კიდევ დაგვიცვიდა არკანები, რა თქმა უნდა, მე ეხლა უცებ დავაპაუზებ, უნდა ავიღო და ვნახო რა ჩქარობს, ესე ვთქვათ. აი ესე. ესე იგი, ნახეთ, ეხლა აქ ჩვენ ეს გადავიდოთ აქეთ და ის რაც დაცვიდა ქვევით, აქედან ნახოთ რა ხდება, საკმაოდ ბევრი არკანი გამექცა. აქ გვიჩვენებს ეს რაღაცას, რომ ოჯახის წევრებში, მამაკაცებში ზოგადად, არ ვიცი, კონფლიქტურები არიან. ანუ ნახეთ რა გააკეთა გაშლამ. გაშლამ ძალიან შეავიწროვა იმ პირთა წრევისდრეც, ვიზეც ეს გაშლა რეზონირებს. ანუ ნახეთ, კონფლიქტური სიტუაცია თქვენს პარტნიორთან. შეიძლება დანგრეული ოჯახიც, ხო? ან მიდის დანგრევისკენ ოჯახი, ანალოგიური სიტუაცია ქონდა, მაგალითად თქვენს მამამთილს, ხო? ანუ მეუღლის ან პარტნიორის მამას და ზევითაც, თქვა ბაბუასთან, ან ბაბუის მახამან და მაინც არ არის აუცილებელი, რომ ესე ზედმიწევნით ყველას მიყვარს, მაგრამ აი აქ ეს პრობლემა აშკარად ჩანს, რომ კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში ყველას ქონდა, ესეთი რაღაცნაირი დანგრეული ოჯახები, გაუბედურებული ოჯახები, ხო? თითქოს პირველი არ არის მათ გვარში, ხო? აი მის გარშემო, მის სახლობლოში, ხო? ნახეთ, თუ ესეთი მამაკაცი არ არის, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ხო? ამ გაშლის ყურების გაგრძელებას, რა ვიცი, მე მგონი, მაინც აზრი არ აქვს, მაგრამ აქ იმდენად კაფეოდ აჩვენებს, რომ არის აქ საგვარეულო რაღაცა. თან მე არ ვამბობ ეხლა 9-10 თაობის ზევით თქო, ხო? აი კონკრეტულად რაც თქვენთვის ხილულია, რაც თქვენთვის გადმოცემით მაინც იცით და ან თუნდაც თქვენ თვალწინ ხდება, რომ ანალოგიურად თქვათ თქვენს პარტნიორსაც, მის ძმასაც, მამასაც, ან ბაბუას, აი ესე ოჯახი დაენგრა, იყოს კონფლიქტური სიტუაციები და ყველასთან იყო მესამე პირი ჩართული. ხო? ანუ აქ მეტოქე ქალბატონები ჩანან ყველგან. აი დაახლოებით წარმოიდგინეთ, ეხლა შეიძლება ვიღაცას გაიღიმოს, მაგრამ სამწუხაროდ ბევრისთვის ეს მწარე რეალობაა, რომ მესამე პირი არის მისი და მის პარტნიორის ურთიერთობაში, ანალოგიური ისტორიები მაგალითად დედამთილისგან აქ მოსმენილი, რომ მისი მეუღლეც ესე იყო და მეუღლის მამაც და ბაბუაც, მოკლედ, ხო? და ყველგან ესე მესამე პირი და თითქოს ერთი და იგივე სცენარი მეორდება ბაბუიდან შვილზე, შვილიდან შვილიშვილზე და ასე შემდეგ და ისევ და ისევ ამოგვდის ეს საგვარეულო, რომ ესეთი ამბავი არის თქვენი პარტნიორის თითქოს რაღაცა ჩაკეტილ წრეში არიან მოქცეულები. კარგით, ეხლა ჩვენ მე მგონი მეტი აღარ უნდა გაგვიგრძელდეს აქ გავჩერდეთ, გასაგებია მე მგონი, რაც თქვი, ხო? და გავაგრძელოთ ეხლა ჩვენ მისი ახლანდელი მდგომარეობა ვნახეთ. ეხლა ვნახოთ რა მისი ფიქრები, ზოგადად მისი ფიქრები, აი რითი არის მოცული მისი ყოველდღიურობა, რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, მეტყველად, ხო? აი ნახეთ, მისი ფიქრები როგორია? აი მე ეხლა ერთხელ და სამუდამოდ რაღაცა გადაწყვეტილებას მივიღებ, რაღაცას გავაკეთებ, მორჩა, აი რაღაცას წერტილს დავუსვა, მივიყვან ლოგიკურ დასასრულამდე. ოღონდ რა თქმა უნდა ამას არ აკეთებს. არ ვიცი, ახლა ყველასთვის სხვადასხვა რაღაცა შეიძლება იყოს ეს, ხო? ისევ და ისევ აკურგულდება, რომ ოჯახს უკავშირდება, კი ბატონო, მაგრამ რაღაცა დასასრული პირდება საკუთარ თავს და შეიძლება თქვენც და გარემოცვასაც, რომ აი რაღაცას წერტილს დაუსვას და დაასრულებს, აი მივიღე გადაწყვეტილება ხვალ დილიდან. პირობითად აღარ მოვწერ სიგარეტს, მაგრამ არაფერიც არ გამოდის, იგივეს აკეთებს, იმიტომ რომ არის იცით როგორ აი ეს ადამიანი ეძებს გზას, ეძებს გამოსავალს, რეალურად მას უნდა სწორ გზაზე რომ დადგეს, შეიძლება ითქვას იმ გზაზე რომლითაც ის მივა
მივა მიზნამდე, სხვათა შორის მისი მიზანი, მისი გზა მაინც ოჯახისკენ მომავალია. მაინც ესეთი სტაბილურობისკენ მომავალია, სტაბილური ურთიერთობებისკენ, სიმყოდროვისკენ, სიმშვიდისკენ მიმავალი არის, ხო? მაგრამ იცით რა, უბრალოდ ვერ ხედავს ეს ადამიანი, თორე ნათლად გზას ვერ ხედავს ჯერ მოქმედების თრალი კაცი კაი კაციო იტყვია ხო თუ მართალი კაციო აი წარმოიდგინეთ რომ ცოტა არ არის ფრიზელ მდგომარეობაში წარმოსახვაში აი ფეხებს ხელს ახსოვს სახლისკენ მიმავალი გზა მაგრამ აი ამ მიმავალ გზაზე ეს ფეხები კი ამაბაკუნებენ და მიყავთ მაგრამ გონებით ცოტა სხვაგან არის ეს ადამიანი გონებით ცოტა სხვაგან არის სათხარ გონებით მოდით მის ფიქრებზე ვსაუბრობთ ჩვენ და სათხარ გონებით აი იცით როგორ არის აი მართლაც გონებით არის გამოსავალ საიდან გამოდიხარ ამბობს რომ ძალიან მძიმე ტვირთი მაწევს რუხსეო დავიღალეო ენერგია აღარ მაქვს გამოფიტული ვარ აბსოლუტურადო და მაინც აი ამ ბოლო ენერგიებით იძახის რომ ყველა მხრიდან პრობლემებით ვარ შემოფარგლული ყველა მხრიდან ჩაკეტილი ვარო ძალიან დაღლილია და აი სწორედ მისი ფიქრები ამას უკავშირდება რომ ეძებს გამოსავალს მას მართლა უნდა რაღაცაზე წერტილის დასმა მე ხათ ნუ დაახლოებით შემიძლია რამდენიმე მიმართულება ვთქვა აქ მაგრამ მე მგონი ჩემი მსმენელი ვინც ახლა მომყვება კიდევ აი ამ აქამდე მოყვა გაშლას და უსმეს ის უკვე მიხვდება გადასარევად რაზე ეხება ეს რაზე უსვავს და ცდილობს წერტილი დაუსვას რა უნდა რომ დაასრულოს ხო? იმიტომ რომ მისთვისაც ეს უკვე ძალიან მძიმე ტვირთია. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს. მაგალითად იგივე სასმელი, ხო, სასმელთან, ხო, სასმელთან მოკიდებული, სწორედ, ხო. ვიღაცას შეიძლება მესამე პირი ყავს და აი ყოველდღე პირდება საკუთარ თავს, რომ აი ეს რაღაცა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება და აღარ ეყოლება სხვა ადამიანები მის ცხოვრებაში, უცხო ადამიანები მის პირად ცხოვრებაში და დაუსვავს ამ ყველაფერს წერტილს, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ეს არის, ვიღაცისთვის შეიძლება აზარტული თამაშებია, ხო? ეს თქვენ იცით ძალიან კარგად, იმიტომ რომ თქვენ ეს სიტყვები ძალიან კარგად და ბევრჯერ გაქვთ მოსმენილი, თქვენივე პარტნიორისგან, რომელიც ჩაიფიქეთ და რომელიც უამბობს, რომ აი всё, მორჩა ხვალ დილიდან, მორჩა დღეს საღამოდან, აი ხლა ამ წუთიდან დასრულებულია ყველაფერი. ეს მართლაც რაზეც თქვენ საუბრობთ და რაც არის თქვენთვის პრობლემა, მისთვის მართლა პრობლემაა. მისთვის მართლა შემაწუხებელია და დიდი ტვირთია. ამან ძალიან დიდი ენერგია, ძალიან დიდი რესურსი წაიღო მისგან და ფაქტიურად ხელფეხშეპრული დატოვა. აი, ჩაკეტა ყველა მხრიდან ჩაკეტილი ვარო, ესე იძახის, ხო, ყველა მხრიდან პრობლემებით ვარ გარშემორტყმული. მოდით იცით რა ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე, ხო? აი, დავიგეთ, რომ აშკარად რაღაცა პრობლემას უნდა რომ გაუმკლავდეს ეს ადამიანი, რას ფიქრობს თქვენზე? ნახეთ. უნდა რომ ყველაფერი შემოbrunდეს, უბრალოდ უნდა რომ ყველაფერი დატრიალეს. ეს ადამიანი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი შეიცვლება, ხანდახან ძალიან ესეთი ბავშვურად ალბათ, ხო? ძალიან სულელურად გონია, რომ ყველაფერი თავისით შეიძლება დაალაგდეს მისი წვალების და პასუხისგებლობის გარეშე, მისი მოქმედების გარეშე. რომ თქვა, რომ ეხლა თქვენთან ძალიან აქტიურია და რაღაცა, ნუ აქტიური რა თვალსაზრისით, ხო? რომ დარბის ესე გიჟივით, თლად არაფხიზელი ადამიანი წინ და უკან ეს ვნახეთ დავინახეთ, მაგრამ აქ სხვა პრობლემა არის. აქ პრობლემა არის იმაში, რომ ცოტა, ნუ უპასუხისგებლოდ შეიძლება აი სულ მოდის აი ისეთი თემა, ხო, ძალიან არ მინდა რომ რაღაცაზე ესე ჩავიციკლო ხოლმე და მანდა მაინც ერთი მიმართულებით მივაწე, ხო, იმიტომ რომ არის საჯარო გაშლა, რომ ეს ადამიანი არ არის ფხიზელი. ხო? აქედან გამომდინარე, ან ძალიან ბევრს სვავს, ან შეიძლება რაღაც გარკვეულ აკრძალულ ნივთიერებებს ეტანება, ან შეიძლება უბრალოდ არის მაგიური ზემოქმედების ქვეშ. ნუ გაბრუებულია, ხო? რაღაცა თავისი გონებით ვთქვათ, ეს ადამიანი ვერ არის და ვერ მოქმედებს, ხო? ამას ახლა გვიჩვენებს ნამდვილად, ხო?
ეს პრობლემა აქ ამ ადამიანს უჩანს და გონია რომ მაინც დაალაგდება. სულ ამაზე ფიქრობს, რომ თქვენთან ურთიერთობა დაალაგებული უნდა იყოს, რომ თქვენთან ურთიერთობაში უნდა იყოს სიმშვიდე, რომ არ უნდა იყოს ქაოსი, რომ არ უნდა იყოს კონფლიქტური სიტუაციები, მაგრამ ამ ყველაფერს ორივე მხრიდან უნდა, ხო, მარტო თქვენი მხრიდან არა. ამ ყველაფერს ორივე მხრიდან ჭირდება თანადგომა, ორივე მხრიდან ჭირდება სწორი ნაბიჯების გადადგმა. ეს კი და ესე რაღაცა გაბრუებულია, ხო, თითქოს ძილბურანშია. მგონია რომ რაღაცები შემოტრიალდება, რაღაცები დაალაგდება თავისით, ხო? აი ეს სამკუთხედი, ხო, აი ეს მესამე ადამიანი კიდევ აქ არის. თან იცით რა არის, თან შიშები აქვს, მე ამ შიშების გამო ისევ, აი თითქოს ეს მესამე პირი კიდე აშინებს კიდევაც, ხვდებით? ხო, რაღაცნაირად აფრთხობს, რაღაცნაირად ზემოქმედებს მასზე, ხო? და საბოლოო ჯამში რა ხდება, ხო? ნუ ვიღაცა პიროვნება არის აქ რა. ვიღაცისთვის ეს არის საყვარელი, ხო, თქვენი პარტნიორის, ვიღაცისთვის ეს არის აუცილებლად ოჯახის წევრი, რომელიც თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგია. აქაც ახლა დიდად არ დავკონკრეტებები. ვისაც მეტი კონკრეტიკა უნდა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ ჩაიწეროთ მე პირად კონსულტაციაზე, ხო? ყველა ვიდეო სათაურში წერია, მითითებულია როგორ მიკავშირდებით. და ისევ და ისევ აქ მესამე პირი ამოდის, ისევ და ისევ რაღაცა იმასზე ეს რაღაცა манипуляციას ეწოლები. აი იცით როგორ არის, აი ეხლა ამ წუთას სუსტი ფსიქიკა აქვს და მასე ძალიან მარტივად ზემოქმედებენ. და ნუ აი და ურჩევნია რომ სადღაც აი ესე კუთხეში შეძროს თავისთვის, დაიმალოს, დაიფაროს. ხო. გამანებით მე თავი, აი ჩემთვის იქნები, ხო, აი. ეშინი, აი, რო დაფიქრდება ხოლმე რაღაცეებზე, მას ძალიან დიდი შიშის გრძნობა უჩნდება. ესეც მინდა რომ ნახოთ რა. აი, რა არის რა მიზეზი, მოდით ვნახოთ აუცილებლად მიზეზი ამ შიშის. აი, ეს შიში რეალურია თუ არა, რისგან არის გამოწვეული? ეს არის რაღაცა ენერგიები, რა ბადებს ამ შიშს. ახლა ვიცით ხო, მაგალითად, ვისაც ეგრეთ წოდებული ჯადუ აქვს მაგალითად გაკეთებული, ემართებათ შიშები, ხო? ასევე შეიძლება იყოს აბსოლუტურად ფსიქოლოგიური მომენტი. ასევე შეიძლება იყოს შიში იმის, რომ თქვა ვიღაცამ რაღაც საიდუმლო არ გაიგოს და მე არ ეჭყობთ ამის გამო, ხო? აი რა არის მიზეზი ამ შიშების? ნუ რა თქმა უნდა, ნახეთ, ახლა ეს პრობლემა კიდევ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამაზე ტარო პასუხობს, რომ ეს არ არის მხოლოდ ამ ადამიანის პრობლემა. აი ამ შიშების მიზეზი არა კონკრეტულად მხოლოდ აი ამ ადამიანშია, არამედ მის გვარშია. ისევ და ისევ იგივეს ვიმეორებ, რომ ეს არის რაღაცა შეიძლება რაღაცა კარმული სიმძიმეც, რაღაცა მაგია, რომელიც აი ამ მამაკაცის ოჯახში მამაკაცებზე გვარს რატო არ ვახსენებთ? იცით, არ მინდა რომ ეხლა რაღაცა ძალიან შორეულ წინაპრებში წახვიდეთ. კიდევ ერთხელ ვმეორებ, მე ვთქვი კიდევაც რამდენიმე წუთის წინ, რომ აი ეს ეხება არა იმას, რომ აი რაღაცა 10 თაობის წინ რაღაცა იყო. არა, ეს თქვენთვის არის ხილული, ეს ინფორმაცია თქვენთვის არის ხელმისაწვდომი. იცით, მოგიყვნენ, გადმოცემით იცით, ან თვითმხილველი ხართ თქვენ თვითონ, რომ ერთი და იგივე პრობლემა ჩდება თქვენი პარტნიორის გვარის მამაკაცებში. ეს შიში, აი სისუსტე მაქედან არის და ისევ და ისევ პარტნიო, ხო, მესამე პირი კიდევ რომ შემოდის აქ. მესამე პირი რომ შემოდის აქ. სულ ორიოდე სიტყვით რომ გრძნობებზე შევხედოთ. ნახეთ როგორ გამოფიტულია რა. გრძნობები. გრძნობები, ეს ადამიანი ამბობს, რომ მე გამოფიტული ვარ, ემოციურად ძალიან გამოფიტული ვარ, ქალი რომელიც არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემთვის დაკეტილია. და აი ეს მნიშვნელოვანი ქალი აუცილებლად ნახეთ, თუ თქვენ ხართ მესამე პირი ამ ურთიერთობაში, ხო? მაგალითად, თქვენ ხართ საყვარლის პოზიციაზე, ხო? აი მისთვის აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი არის სწორედ
მისი მეუღლე. და ამბობს, რომ ეს ჩემთვის დაკეტილია მაცლის ეს ყველაფერი ენერგიას, მე მაცლის ეს ენერგიას, იმიტომ რომ მე ვერ ვივსები ენერგეტიკულად ჩემს ოჯახში. თუ თქვენ ხართ მეუღლე, პარტნიორი, ქალბატონი და სხვა გიშლის თხელს, მაშინ რა თქმა უნდა, თქვენზე არის საუბარი. კიდევ გრძნობებზე. როგორ გაურბის თავის გრძნობებს ეს ადამიანი? მითით რას გავს? ეს ადამიანი გავს აი სადღაც კუთხეში მომწყდეულ მხედს, რომელზეც მართლა აი როგორც სურათზე არის აქ ახლა მინდა რომ გაჩვენოთ მაინც ესე ახლოდან რომ მიხვდეთ, რომ აი რაღაცა ეს. აი ესე იდეაში რომ უყურებ ხო მთელ გაშლას, აი მთელ გაშლაში თქვენი პარტნიორი სწორედ ესეთი წარმომედგინა. ასე პრობლემებით დაცხეული ყველა მხრიდან, ასე კუთხეში მომწყდეული. ალბათ გაინტერესებთ ხო, აქვს თუ არა გრძნობები თქვენს მიმართ. მინდა რომ მაინც შევხედოთ. ვალდებულებებს უფრო აჩვენებს აქ. სოიძახ ეს ვალდებული ვარ, მე უნდა, აი რაღაცაზე სულ აი მე რაღაცა არ ვიცი დაგპირდათ, რაღაცა ვერ შეასრულა თავისი პირობა, უნდა, მე უნდა გამეკეთებინა, უნდა შემესრულებინა, ვალდებული ვარ. გრძნობები ნამდვილად იყო, ძალიან ძლიერი გრძნობები იყო და ამას განიცდის, მაგრამ ეხა მისთვის, ვიცით რა არის გრძნობებზე ხარ, როდესაც საუბრობთ, უმეტესობა ამბობს ხოლმე, რომ გრძნობა არის სიყვარული, არა, სიძულვილით სიყვარული. მე როდესაც პირველ კონსულტაციას ვატარებთ ხოლმე, ყოველთვის ვამბობ, გრძნობა შიში, გრძნობა სიძულვილი, ისევე როგორც სიყვარული არის გრძნობა, ხო? და აი აქ არის აი სულ რაღაცა ვალდებულების გრძნობა აქვს, რაღაცა ამბობს, რომ აი რაღაცა უნდა გამეკეთებინა, რაღაცა უნდა შემესრულებინა. რაღაცნაირად შემეცოდა. რაღაცნაირად შემეცოდა ეს ადამიანი. რჩევა თქვენთვის და დავასრულოთ. დაალაგეთ ყველაფერი თავის ადგილას. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ რომ ყველაფერი მოაწესრიგოთ და დაალაგოთ თქვენს ადგილას. თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების, როგორ თქვა, კარგი იყავით ქურუმი ქალი თუ გდებავთ, ხო? თქვენ მართავთ თქვენ ცხოვრებას, ამ სიტუაციის დაალაგება მხოლოდ თქვენ ხელშია. არის თუ არა ეხლა ეს მის მანიშნებელი, რომ მაგალითად მან და მაინც კარმულად გევალებათ ეს თქვენ, იგივე თქვათ პრობლემა თუ არის ამ მამაკაცის გვარში, არის თუ არა თქვათ ესეთი არ ვიცი ვალდებულება თქვენს მხარეს. კარმა ამოვიდა. ხო. ალბათ აღარ უნდა გავაგრძელო, ხო? მივხვდით. მედია მივხვდით. არის თუ არა ვალდებულება არის. თქვენ უნდა თქოს აი თქვენ ხართ ის ქალი, რომელიც ამ მამაკაცს თავის გვარიანად ულაგებს ყველაფერს. იხსნის, თქვენ იქნებით ის რაინდი ქალი, რომელიც იხსნის მას და მის გვარს აი რაღაცა პრობლემები და ძალიან საინტერესო და უცნაური ისე მაინტერესებს აი ხა ვისთან რეზონირდა ეს გაშლა, ძალიან გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში ვისთან რეზონირდა, იმიტომ რომ ძალიან უცნაური სიტუაცია გაიშალა აქ, ძალიან უცნაური სურათი და ისტორია წავიკითხეთ ახლა ჩვენ აქ. არ ვიცი, იმედია მოგეწონათ გაშლა, ვისაც ჩემთან კოპიადი კონსულტაცია უნდა, იცით ხო, რომ არ მირეკავთ, უბრალოდ WhatsApp-ში, Viber-ში, ან ღამის მკითხველის მესენჯერში, Facebook მესენჯერში მწერთ, არ მირეკავთ და მე ყველას გიპასუხებთ. იმედია მოგეწონათ ეს გაშლა, აი ძალიან საინტერესო სიუჟეტი არის აქ მართლა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემს არხზე, რომ ხართ გამომწერები. ყველას თითოეული მოწონებისთვის, გამოწერისთვის, აქტიურობისთვის. ყველას დიდი მადლობა. მეუღლე ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.